აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია თავმჯდომარის მიმართვით გაიხსნა. ჯემალ გამახარიამ 2024 წელს გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, გასული წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოში განსაკუთრებული ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობას ეთმობოდა. მისი განცხადებით უნდა დაჩქარდეს მუშაობა მნიშვნელოვან კანონპროექტზე, კერძოდ ცვლილებებზე საქართველოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურების გამარტივებას. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიმოიხილა ქვეყნის საგარეო და პოლიტიკური ვითარება, დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. ჯემალ გამახარიას განმარტებით, განვლილი 2024 წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკავებული იყო უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით, რომლებიც მიმართულია შერიგების პოლიტიკის გააქტიურებისკენ, აფხაზეთის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. მთავარ ამოცანად რჩება საკანონმდებლო საქმიანობა. და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი რომ იტყვიან, ბევრად უფრო მეტია. აქ საუბარი არის არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის სრულყოფაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, არამედ საქართველოს მთელ რიგ კანონებში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ჩვენს მთავრობას გაუადვილებს გარკვეული საკითხების მოგვარებას და გადაწყვეტას, გაუადვილებს ჩვენს დევნილებს მთელი რიგი პრობლემების მოგვარებას. იქნება ეს კანონი დევნილების შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მოგცემს საშუალებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე ვაწარმოოთ სწავლება და ასე შემდეგ. ჩვენი სამოქმედო არეალია დევნილთა პოლიტიკური და სოციალური დაცვა, პარლამენტთან და სამთავრობო უწყებებთან საქართველოსი ურთიერთობა, აფხაზეთის მთავრობასთან ერთობლივი საქმიანობა დევნილობაში, ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვის საკითხები და რა თქმა უნდა ოკუპირებული ტერიტორია. ამ საკითხების და ამ სფეროების ჩამონათვალი მიგვანიშნებს, რომ უმაღლეს საბჭოს წინაშე თანამედროვე ეტაპზე ახალი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დგება.